1991 წელს საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა. ოღონდ თუ გულახდილები ვიქნებით აღიდგინა ძალიან დიდი ტკივილებით საკმარისია გავიხსენოთ თუნდაც 1999 წლის 9 აპრილი, ანუ დამოუკიდებლობის აღდგენამდე ზუსტად 2 წლის წინანდელი ამბები. თუმცა გასახსენებელია სხვა ამბებიც, სხვა მოვლენებიც. რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირი, რომელიც ინგრეოდა, ცხადია, გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდა არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას, არამედ საკუთარ კოლაფსს, საკუთარი კოლაფსი რო არ მომხდარიყო მისივე კოლაფსი. ბევრი ამბობს 99 წლის 9 აპრილზე ბარემ ვიტყვი, რომ ჩვენო ეს ტრაგედია რო შევცდითო მაშინ. 99 წლის 9 აპრილს ბუნებრივია არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა რა მოხდებოდა დაახლოებით წელიწად ნახევარში. ბერლინის კედლის დანგრევას გულისხმობდა დაახლოებით 2 წელიწადში, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა 2 წელიწად ნახევარში. აქედან გამომდინარე საყვედური, ასე მაგალითად ეროვნული მოძრაობის ლიდერებისათვის, რატომ იდგნენ იქ, რატომ იბრძოდნენ ან საზოგადოებისათვის, საზოგადოების მიმართ საყვედურის გამოთქმა არის რასაკვირველია არასწორი. არც ერთმა ჩვენგანმა არ იცოდა და რომ სცოდნოდა, მაინც ესე ვიტყვი, ჩვენ რასაკვირველია უნდა გვებრძოლა, უნდა მოგვეპოვებინა დამოუკიდებლობა. ბევრმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ხონჩით მირთმეული მიიღო სახელმწიფო. რუსეთი რო არ გაჩერდებოდა, გამიგრძელდა შესავალი, მაგრამ მაინც ეს ნათელი გახდა მალევე პრინციპში და 91 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობა აღდგენილ ქვეყანას 91 წლის მიწურულს რუსეთმა და მხოლოდ რუსეთმა მოუწყო სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება. თბილისის მოვლენებს გულისხმობ, რომლებსაც მოქალაქეთა ნაწილი დღესაც სამწუხაროდ უწოდებს ამოქალაქო ომს, უწოდებს რევოლუციას, უწოდებს მრგვალ მაგიდაში დაპირისპირებას. არა, ეს იყო კლასიკური სახელმწიფო გადატრიალება, ვის მოსწონდა და ვის არა პრეზიდენტს ვერ გამსახურდია ეს პოლიტიკა, მაგრამ დამოუკიდებლად იმისა, ვინ იყო მისი კრიტიკოსი, იარაღი მის წინააღმდეგ რომ არ უნდა გამოყენებულიყო, ამაზე კი უნდა თანხმდებოდეთ. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მოვლენა, ერთადერთი ამბავი, ერთადერთი სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც რუსეთმა ჩაატარა საქართველოს წინააღმდეგ. უკვე შემდგომ 92 წელს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ ერთგვარად ლოიალურად განწყობილი პირი ედუარდ შევარდაძე გახდა სახელმწიფო მეთაური მარტიდან გამსახურდიას გაგდების შემდეგ, ჩვენს თავს მოგვახვიეს აფხაზეთის ომი, წელიწადი, 1 თვე და 13 დღე, ესე იგი ესე ვიტყვი, 13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა ეს ომი და 27 სექტემბერს 93 წლისა ჩვენ ასე ვამბობთ ხოლმე და მართალნიც ვართ, დავკარგეთ დროებით აფხაზეთი. 27 სექტემბერს ჩვენ დავკარგეთ სოხუმი და მერე იყო ჭუბერის უმძიმესი გზა დევნილთა მნიშვნელოვანი ნაწილისათვის. ესეც არ არის ერთადერთი სადამსჯელო ან ერთ-ერთი ბოლო სადამსჯელო ოპერაცია რუსეთისა ჩვენს წინააღმდეგ, ამის შემდეგაც რა არ გააკეთა რევიზიონიზმით და რევანშიზმით შეპყრობილმა ქვეყანამ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენსაც არ ვცდილობდით, იმავე შევარდაძის პერიოდში, სააკაშვილის პერიოდში ჩვენ წვალებით, მაგრამ ვაშენებდით ჩვენს ქვეყანას, უამრავ შეცდომას ვუშვებდით, მაგრამ ქვეყანა კი შენდებოდა და ასე მოვედით 2008 წლამდე და 2008 წელს რუსეთმა კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო დიდი საშინელება დანაშაული ჩაიდინა ჩვენს წინააღმდეგ, გულისხმობ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. იქაც ვერაფერს გახდა მეთქი. ასე ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ტრაგედია იყო, რასაკვირველია, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ისედაც ოკუპირებული ჰქონდა, მაგრამ დაბატებით მიიტაცა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეს მიტაცებული ტერიტორიები უკვე შემდგომ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ მე მაინც იმ ვერსიას ვემხრობი, რომლის მიხედვითაც რუსეთს რასაკვირველია მაშინაც კი უნდოდა საქართველოს სახელმწიფოს სრული განადგურება და მიზეზთა გამო
აქ მხოლოდ ქართველთა თავდადებას არ გულისხმობ, მათ შორის გულისხმობ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერასაც, ეს რუსეთმა ვერ მოახერხა და უკვე შემდგომ ხდება ის 4 წელიწადში, რასაც იმხანად ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. ჩვენ დემოკრატიული რევოლუცია მოვახდინეთ, არჩევნებით გავისწუმრეთ წინა ხელისუფლება, რასაკვირველია, სწორია არჩევნებით ხელისუფლებების ცვალებადობა და რასაკვირველია პირველ წლებში 2012 წელს მოსული ქართული ოცნების ხელისუფლება ვინ დასძრახავს გარკვეულ ნაბიჯებსაც კი დგამდა ევროინტეგრაციის მიმართულებით, მაგრამ კოჭებში ეთყობოდა მეთქი რომ აქამდე მოგვიყვანდა, ამას კი ახლა ვამბობ. თამამად ახლა რა, ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებით 2022 წლის 24 თებერვლიდან, ანუ იმ პერიოდიდან, იმ დღიდან, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და განაგრძო ამ ქვეყნის ოკუპაცია და აი ამ ხელისუფლებამ კი იმავე დღეს პრაქტიკულად უფრო ზუსტი რო იყო 25 თებერვლიდან სიმბოლურია თითქოს და იჭირა არა შუალედური, არამედ სწორედაც რომ რუსული პოზიცია და ეს რუსული პოზიცია გაამყარა, გაამაგრა ამ 3 წლის განმავლობაში და დღეს ჩვენ ვართ იქ სადაც ვართ. დიახ, სახელმწიფო გვაქვს, კონტურები სახელმწიფოსი არის, მაგრამ თავქუდ მოგლეჯილები ვემხობით, ესე ვიტყვი, როგორც ქვეყანა და ემხობა ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი თავისუფლება. მე ახლა შემომიერთება დღევანდელი გადაცემის სტუმარი, ბატონი გიორგი ბერულავა, ფსიქიატრი, რომელსაც პირველი მოგესალმებით ბატონ გიორგი, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში და მადლობთ მას მინდა ამგვარი პირველი კითხვით მივმართო. როგორ ფიქრობთ, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ცხადია ვიბრძვით, მაგრამ თუ ესე რამე ნიშნულზე, შკალაზე გავიტანთ, ჩვენ უფრო ვაგებთ თუ ვიგებთ? იმიტომ რომ მაგალითად არსებობს მოსაზრება ამგვარი, ბატონო გიორგი, რომ 26 ოქტომბერს ასე მაგალითად გასული წლისა ქართულ რუსულ ოცნებას უნდოდა არა 54%, არამედ მართლაც უნდოდა 67 თუ 75%, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამას ვერ მიაღწია და შესაბამისად თუ ეს ასეა, თუ ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება, რუსეთს ტირე ქართულ ოცნებას სულაც არ გაუმარჯვია ყოველ შემთხვევაში ისე როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. უკრაინაზე ვიტყვი, თუ უკრაინის სრულად გაკონტროლება უნდოდა რუსეთს და კიევი ახლა უკრაინელთა ხელშია და ასეც იქნება სულ, შესაბამისად რუსეთმა კი წარმატებას მიაღწია უკრაინის ფრონტზე, მაგრამ სრულად გამარჯვებული ვერ არის. მოკლედ, უცნაური კითხვაა მესმის, მაგრამ ვიბრძვით, მაგრამ რა მდგომარეობაშია ჩვენი ბრძოლა? ჩვენ უფრო მაჟორულად უნდა ვიყოთ თუ უფრო მინორულად? რეალისტურად, ბატონო ირაკლი, მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ვინმეს მიერ გამარჯვებაზე ან დამარცხებაზე ლაპარაკი უბრალოდ დროის ფუჭი ხარჯა არის და სხვა არაფერი. ჩვენ ბრძოლაში ქართული ოცნების, უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ოცნების ქართულმა კოშმარმა საკუთარ ხალხს 26 ოქტომბრის მერე და ვილაპარაკოთ მხოლოდ ფაქტებით. აჩუქა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, მოპარული, მითვისებული არჩევნები, შეჩერებული ევროკავშირში გაწევრიანების მათი ხუშტურებით 2028 წლამდე არაპირებენ ამის განახლებას, იზოლირებული ქვეყანა ძირითადი მოკავშირეებისგან ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მარტო რა დღის, ერთპარტიული პარლამენტი და 224 იყო თუ ქალბატონი ადამარშანია აღმოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც თქვა ხმას არ მივცემო, ხო? დანარჩენმა 224 ხმოსანმა ჭორბილოსანმა იქ მორჩილად რო დანიშნის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა, ეგენი იყვნენ, ხო თუ არა ვსწრები? ქართული დემოკრატიის უკანასკნელი ლამბრები რყვანან, მაგათენ ენაცვალოს ჩემი თავი. და პარალელურად
გვაჩუქა დარბეული მიტინგები, ნაცემი სტუდენტები, მათ შორის ჩემი სტუდენტებიც არიან. შეგინებული საზოგადოება მეგაფონით, ღირსების ორდენით დაჯილდოებული პირებზე. მე მგონი ძირითადი ფაქტები ჩამოთვალე, ხო? შესაბამისად, ბატონო გიორგი, კი, ნამდვილად. ამიტომ ეს ბრძოლა აქ არც არავინ არ დამარცხებულა, მით უმეტეს არ დამარცხებულა ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფოებრიობა. ბატონო, პასუხისთვის არა თუ სათანადო რაოდენობით ფაქტები ჩამოვასახელეთ და გაიხსენეთ, არამედ ჩემი მოსაზრებით და ცხადია თქვენ გქონდათ შესაძლებლობა და გექნებათ კიდეც დააკელით კიდეც კლავს ეს რეჟიმი ამ სახელმწიფოს, კლავს რესპუბლიკას, რომელზეც ვილაპარაკებთ, აუცილებლად კლავს რობაქიძე გამახსენდა ჩაკლული სულია, ერთგვარი პროცესშია უფრო ზუსტი რომ იყო, რომ ვერ გაიმარჯვებს ამაზეც ორ სიტყვას თუ მეტყვით უკვე შემდგომ პრემიერ-მადლობელი ვიქნებით და კლავს პერსპექტივას. აი პერსპექტივის მოკლაზეც ორი სიტყვა თქვა ცდილობაზე, კი ბატონო. მაგრამ ჩემს გადაცემაში კონტექსტი გულისხმება, მე გავიხსენე დეკარტე. დეკარტესეული თეზა არის ამგვარი: ვაზროვნებ, მაშასა და მე ვარსებობ. მე რა უფლება მაქვს, მაგრამ მაინც გადავაკეთე ახლა ეს თეზა და ვთქვი, ვიბრძვი, მაშასა და მე ვარსებობ, იმიტომ რომ ვიდრე ჩვენ ვართ რუსთაველზე და არა მხოლოდ, მშვიდობიანად ვიბრძვით ამ რუსული ქართული რეჟიმის წინააღმდეგ და ის შესაძლოა ჩაგრავს გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა კი არა ნამდვილად მიმართავს რეპრესიებს ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყავს ჯერ ერთი მორალური ორიენტირები, მაგალითად ქალბატონი მზია ამაღლობელი და ბატონი თემურ ქათამაძე, რომლებიც უცნაურესად ამოიზარდნენ ამ საზოგადოებიდან. მეორე, სულაც არ შიფშილობს ერთი კაცი. მე ერთ პატიმარს დავასახელებ ახლა. ახალგაზრდა კაცს. ამ კაცს ქვია ზვიად ცეცხლაძე. ჩვენი შვილების თაობიდან არის ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც სრულიად უნიკალური, პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, წერილი წავიკითხე, წერილს გავეცანი, ის წერილს უკრაინაში მეომარ ქართველ შვილმკვდარ კაცს არჩილ ხოფერიას. მაგრამ ისეთ სიტყვებს წერს, რომ მე ისეთი სიტყვებით წერს, რომ გულახდილად გეტყვით, ჩავთვალე, ვიღაცამ თქვა და მეც გავიმეორე, დავეთანხმე, რომ ეს არის ვეფხისტყაოსნის რაღაც ამოზრდილი, ან რომელიმე დიდი ნაწარმოების ამოზრდილი, ხელახლა გაცოცხლებული პერსონაჟი. წარმოუდგენელია სინტაქსი, ან წარმოუდგენელია სამეთქმელო ენა, წარმოუდგენელია წარმოსადგენი ყოფილა, მაგრამ აქამდე არ ვიცოდით. ეხლა რატომ ვაყალიბებ ესე ვრცლად ჩემს მოსაზრებას და არა კითხვას? რა მოგკლავს? რაღა მოგკლავს მეთქი? რამდენად წარმატებული იქნება ბრძოლა თქვენი აზრით, ბატონო გიორგი? და როდის იქნება წარმატებული? როგორ იქნება წარმატებული? შეიძლება თუ არა ძალა აღმართი ახნას, მათ მხარეს არის ძალა. ძალა აღმართს ხნავსო ჩვენ გაგვიგია. ასეც არის, მაგრამ ყოველთვის ხნავს კი? თუ ჩვენს მხარესაც არის მორალური ის სიმართლე, რომელიც მათ ძალას გააუნებელ ყოფს. შულავერის კომიტეტის რეინკარნატების საყურადღებოდ მინდა განვაცხადო, თქვენ არც ძალა გაქვთ, არც ჭკუა გაქვთ, არც სოდნა გაქვთ. სინდის ნამუსზე ახლა გავრილოვის ღამის მერ ხელი გაქვს აღებული. მე ამას როგორც ექიმი ფსიქიატრი, რომელიც თელი ჩემი სიცოცხლე წამებას და მოპყრობას ვებრძვი, ვაცხადებ ერთმნიშვნელოვნად. არავით არის შანსი ამ გაუნათლებელ უხეს ჭორვილადან სონცელოში სოციალიზირებულ მენტალიტეტს არ გააჩნია. შესაბამისად, მადლობა ბატონო ირაკლი, რომ ახსენეთ გრიგოლ რობაქიძე. 1920 წლის ივნისში თუ აგვისტოში გრიგოლ რობაქიძე წერდა და მე მაქვს პატივი მისი ციტატა მოვიყვანო.
ჩვენი ზოგიერთი თანამემამულის უშნო რწევა რუსეთსა და დასავლეთს შორის შეიცავს რისკს იმისი, რომ საქანელა შეიძლება სახრჩობელად გადაექცეთ. ყველას იმას, ვისაც ეხლა ჯერა იმ სიცრუის მანქანებისა და იმ აშკარად ყვილისა, რომლითაც კვებავს ჯერ კიდევ შემორჩენილ თავის ამორჩეველს ქართული კოშმარი ბიძინას ოცნება, კიდევ ერთხელ გიმეორეთ, ბატონებო, უპირველეს ყოვლისა თქვენ გადაგექცევათ საქანელა სახრჩობელად. იმიტომ რომ როდესაც ოცნების ტური მავრი გააკეთებს თავის საქმეს, მავრი წავა და უნდა წავიდეს. იხილეთ რა დამართა იოსებ ბისარიონის ძე სტალინმა ნაციონალ უკოლონისტებს და შულავერის კომიტეტის წევრებს. ისწავლეთ საკუთარი ქვეყნის ისტორია 1921, 24, 27 მე ვისწავლე, ბატონო გიორგი. და რა საქმეა? მე მათ მოვუწოდე. არა, მეც ავხევია, მე ვისწავლე საქართველოს ისტორია, ცხადია, მათ რომ არ უსწავლიათ ეს კიდე უფრო ცხადია. მაგაში გეტყვით. ის რომ 1920 წლის ივლისს აგვისტოში გრიგოლ რობაქიძე წერს ამას, ეს არის მნიშვნელოვანი პათოსი, მნიშვნელოვანი სიტყვები, მნიშვნელოვანი აზრი, მაგრამ რაღაცა ამ თემებს ვეხებით. მე სულ არ ვაპირებდი, მაგრამ რაღაცა ვეხებით. კი ბატონო. გრიგოლ რობაქიძე ამ სიტყვებს წერს მაშინ, როდესაც საქართველოს ჯერაც დამოუკიდებელია. რა თქმა უნდა. 1920-ია. არასრული რომ ორგანიზებული იყოს გააფთრებული წინააღმდეგობა, გავეშებული რუსულ ბოლშევიკური დათვისადმი და თუ კი მოხერხდებოდა მაშინ, უნდა დაიკითხო ადამიანმა ელემენტარულად მე-11 არმიის თავსარდალის ბლუხერის პანიკური დეპეშები ტროცკისადმი, ჟონიკიძესადმი, ლენინისადმი, სტალინისადმი, რომ აი ეს თუ მოხდა და თუ ეს მოახერხეს ქართველებმა, იცოდეთ, ისინი კონტრშეტევაზე გადავლენ და ამის ბაქოს და ვერ მოვახერხეთ. არა. ბატონო? მაშინ ვერ მოვახერხეთ. მაშინ ვერ მოვახერხეთ. ახლა თქვენ როგორც მათ შორის ისტორიით დაინტერესებულმა კი არა მცოდნე პირმა. თქვენ უნდა მითხრათ განსხვავებით 20-იანი წლებისაგან, 100 წლის წინანდელი ამბებისაგან. როდესაც გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად ნეიტრალური საქართველოს დღევანდელ ნეიტრალიტეტის დღევანდელ აპოლოგეტებს ვეთქვი, რომ ნეიტრალიტეტურ სახელმწიფოს დაესხა თავს ბოლშევიკური რუსეთი. აქვე ვეთქვი, რომ რაღაცა ბატონმა გიორგი მახსენა, რომ 1927 წელს ბოლშევიკთა შორის უბოლშევიკესმა სერგო ორჯონიკიძემ თავი მოიკლა, არა, იმიტომ კი არა რომ მოაკვლებინა საკუთარმა თანამდებობამ. კი ბატონო, მოაკვლებინა სტალინმა. ხო, მაგრამ ეს ეხა ის ისტორიის მისახვევებია, ჭიუხებია, რომელსაც ერთი გადაცემის ფარგლებში ვერ გავშლით. მე თქვენ უნდა დავისაბუთოთ, ან მაყურებელს უფრო ზუსტი რომ ვიყო, განსხვავებით 100 წლის წინანდელი ამბებისაგან, რატომ როგორ გავიმარჯვებთ ჩვენ ახლა. იქ იყო თაობა, ესე ვიტყვი, მარომაყაშვილი და მისი თაობა. იქ იყვნენ ქართველი იუნკრები და არა მხოლოდ იუნკრები, ამაზე არასწორად ვაპელირებთ ხოლმე, მათ შორის მეც, რომ აი იუნკრების გარდა სხვაც იობა ხალხო იქ, მაგრამ ჩვენ იქ დავმარცხდით. ამასთან არ დაგავიწყდეთ, რომ მაშინ ჩვენი ვისთვის საკრიტიკო და ვისთვის არასაკრიტიკო, მაგრამ ხელისუფლება, ასე რომ ამბობთ ხოლმე, სოცდემების ხელისუფლება, ხო პირველი რესპუბლიკის ხელისუფლება თლად ზუსტი რო ვიყო, ყავდა რომელიც აქ ხელისუფლებაც კი არა ყავს მომხრე. ხელისუფლება წოდებული ბანდაა ეს. ხოდა უკაცრავად, ხოდა რა გაგვამარჯვებინებს ახლა? პირველი უწყვეტი შეუდრეკელი პროტესტი ძალაუფლების უზურპატორების მიმართ.
ვინმეს თუ გონია რომ პროტესტი მინელდება მუხტი ჩაქრება ჩვენ ის 40 თუნდაც პროცენტი თავიანთი ბუღალტერიით აი ეს ბუღალტერია კანცელარია რომელიც კალენდარში დაუწერა სადმე გავკრებით ისინი არაუბრალოდ ცდებიან არამედ კიდე ერთხელ გამეორებ უცოდინრები ხართ ბატონებო უცოდინრები ხართ პოლიტიკის დიპლომატიის ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის თქვენ ყველა ჩვენთაგანს ვინც წარმოადგენთ თუნდაც თქვენი ბუღალტერია კანცელარიით ოპოზიციის მხარდამჭერ 40% სხვა არჩევანი არ გაიგებთ. არ დაგვიტოვოთ. ატარებთ რეპრესიებს ჩვენს წინააღმდეგ. გვისროლეთ პირდაპირ გაგებით ქუჩაში, გაქვთ ერთპარტიული პარლამენტი, ძალადობ საზოგადოებაზე, ახალგაზრდობაზე და თავისუფალ ადამიანებს. თქვენ ძალიან სწორად აღნიშნეთ მზია ამაღლობელის და იმ ვაჟკაცის სტუდენტის პირველადი პრეცედენტი, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს. ბატონებო და ქალბატონებო, გავიხსენოთ, როდის დაიწყო რღვევა თქვენ კარგად შეეხეთ შესავალში ამას, როდესაც ვიწყებდით განაცემას. საბჭოთა კავშირის რეჟიმმა, ხო? როდესაც ესეთი მოშიმშილეები გამოუჩნდნენ. 89 წლის 9 აპრილს 88 წლის ნოემბრის მოვლენები უძღოდათ წინ, ხო? და უკვე როდესაც დაიწყო შიმშილობა თავისუფლების დამოუკიდებლობის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მოთხოვნებით, ზუსტად მაშინ გაუშვდა ის უზარმაზარი ბზარი, რომელიც ვერაფრით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ ვერ ამოაქვს. პრაქტიკულად თქვენ ის კენჭი უკვე დაძარით ქართული ოცნების წარმომადგენლებო, უბრალოდ ქართული კოშმარის ბიძინას ოცნების წარმომადგენლებო, რომელიც ზვავს გამოიწევს. საქმე იმაში გახლავთ, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორც არიან მზია ამაღლობელი და ის 400-ზე მეტი ყურიმალ დამტრეული და ნაცემი ნაწამები ახალგაზრდები ჩვენ ქართველები საკუთარ თავს უსვამთ შეკითხვას. ეს არის მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით და მხოლოდ კეთილდღეობით ევროკავშირისკენ მიმავალი გზა? არა. ეს ვარლამ არავიძეების გზა არის. ამას შესაბამისი ადგილიც ეკუთვნის. პირველი უწყვეტი პროტესტი. მეორე უწყლეთი პრესინგი ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და მათ შორის არა მარტო დასავლეთით. რუსეთ, ბელარუს, ჩინეთ, ირანის დონეზეც კი ჩვენ უნდა მივიტანოთ სიმართლე. ჩვენი სიმართლე და იქ არსებულ ძლიერთ უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამათი უნარობის, ამათი წრეგადასული თავხედობის და ამათი სამაგალითო ენციკლოპედიური უცოდინრობის შესახებ. მე რომ ვიყო მაგალითად ვლადიმერ პუტინის ადგილზე, ძალიან ადვილია, ხო? ვყავთ ხოლმე. აი მე რომ პრეზიდენტი ყოფილიყავი და ასე შემდეგ. მე რომ ვიყო ვლადიმერ პუტინის ადგილზე, იცით რა, აი ამ კომპანიაზე გათვლას არ გავაკეთებ. იმიტომ რომ არის ერთი რუსული ანდაზა, услужливый дурак, хуже врага. და ეხლა ჩვენ საქმე, აი ამ დაგვარი კატეგორიის პოლიტიკანებთან გვაქვს. მზია ამაღლობელი ახსენეთ, ბატონ გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მისი მეც ვახსენე თქვენ სახსენეთ. მზია ამაღლობელი არის სიმბოლოები, ვთქვათ. ბიძინა ივანიშვილი. ახლა კაც მიაჩნია რომ ის ადამიანის სახელმწიფოა. არის ერთი ირაკლი და მეორე ირაკლი, რომლებსაც მიაჩნიათ რომ ისინი უბრალოდ აი სვეტები არიან, ნიშანსვეტები, რომელსაც სახელმწიფო დგას და მათ რო კითხავთ მას ასე მიეშინათ. არიან ყველანი დანარჩენები, იქ არ მინდა ახლა მაგათ ჩამოთვლას რა დაიწყებს კაცო. მაგრამ არსებობს მზია ამაღლობელი. უცებ ერში და საზოგადოებაში, რომელსაც საქართველოს და ქართველობა ქვია,
გამოიკვეთა ადამიანი, რომელიც თავის სიცოცხლეს დებს საპირწონედ. ამისკენ მიმყავდა თქვენის ნებართვით პატარა ჩანართს გავაკეთებ და მაინც და მაინც კი არა მიპასუხოთ რომ ამყვებით და თქვენ შეზლების დაგვარად კი არა ნამდვილად ამყვებით ვიცი. ვაჟა-ფშაველა სტუმარ მასპინძელში ამას ვიხსენებს სულ. ყავს ვაჟა-ფშაველას პერსონაჟი გმირი. სვიადაურია ეს კაცი. რომელიც მიხავთ დასაკლავად, მოსაკლავად დასარბი. იყოს თქვენი მკვდრისადაო. რომელიც ამბობს ზაღლ იყოს თქვენი მკვდრი. მე ესენი ეუბნებიან დარლამსაც შეეწირები. და მე თავად ვაჟა ამბობს. გული ვერ მოხკლა მტრისხელმა. გული გულადვე რჩებოდა. ამბავიც ის არის რომ ღმერთმა ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ჯანმრთელობა მისცეს ქალგუნზიას. მაგრამ ესენი აპირებენ კი არა, ამათ უნდათ სურვილი აქვთ, ლამობენ, ეს ავადმყოფური მიდგომა აქვთ. რომ მოკლან არა მარტო ხორცი მზია ამაღლობელისა, არამედ მოკლან გატეხონ და მოკლან მზია ამაღლობელი როგორც პიროვნება, ამიტომაც მიაქვთ საკლებს უდებენ. წარმოიდგინეთ, წამების რა მასშტაბზე, რა დონეზე არიან გასული. მე გამახსენდა, მე კი არ მიყვარს ის როგორც დისიდენტი, დიდად, მაგრამ როგორც ფიზიკოსი, ძალიან დიდი ფიზიკოსი, როგორც მეცნიერი. სახაროვი გამოვიდა 1987 წელს. ის შიმშილობდა. მეუღლის გამო შიმშილობდა და სახაროვს, რომელსაც ესე აი ვით ფიზიკურად გავაკეთეთ, ესე ტესტოებს ესე უჭერდნენ ხელს და ასხავდნენ ბულიონს. არანება მოკლობითი კვების პრაქტიკა საყოველთაოდ ცნობილი არის ანდროპოვის კგბ-ს მიერ გამოყენება და ეს ადამიანის წამების ერთ-ერთი ყველაზე ბრუტალურ ფორმად არის აღიარებული მსოფლიოში. მაგრამ ვერც სახაროვი მოკლეს და რაღაც ჩორს მივდივარ, გავარებოთ სახაროვს. იმ მეთოდით ყოველ შემთხვევაში ვერ მოკლეს, თუმცა უკვე შემდგომ ნამდვილად მოკლეს, აბაში ღრმადა ვარ დარწმუნებული. ჩვენი მერაბ კოსტა ვარ. 89 ოქტომბერში კი ის მოკლეს მეთქი. ვინმე რომ მოთხოვოს დოკუმენტი მაჩვენეო, ვერ ვაჩვენებ. ვინმე რომ კითხოს, ოდესმე კი გაიხსნება კგბ-ს არქივიო? მე ვერ ვეთქვი რომ გაიხსნება აუცილებლად. მე დარწმუნებული ვარ რომ გაიხსნება. ახლა ამგვარი კითხვა მაქვს. ნუ გიორგი. ბატონო ირაკლის თუ შეგაწყვეტინებთ დიდი ბოდიშს მოხდა. მზია ამაღლობელის შემთხვევაში მე ვსარგებლობ ტრიბუნით, რომელსაც თქვენ მემადლებთ და გამოვდივარ წინადადებით საქართველოს საზოგადოებამ, უპირველეს ყოვლისა მისმა კოლეგა ჟურნალისტებმა, აგრეთვე ხო, ნუ სამწუხაროდ უკვე ვეღარ ვამბობ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა. იმიტომ ეს მისი ფუნქცია არის, მე ვიტყვი ახლა. საქართველოს საზოგადოებამ, მისმა ოჯახმა, მისმა კოლეგებმა, ყველამ ჩვენთაგანმა მივმართოთ წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებს. CPT, Committee Prevention of Torture. იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს ad hoc ეგრეთ წოდებული, გადაუდებელი, განსაკუთრებული მდგომარეობებითა და ადამიანის სიცოცხლის უშუალო საფრთხით განპირობებული ვიზიტი. რომ მათ შეამოწმონ აი ამ CPT-ს Committee Prevention of Torture, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა შეამოწმონ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისად აგრეთვე უნდა მიემართოს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპულ სასამართლოს. ეგრეთ წოდებული 39 წესი, რომელიც განსაზღვრავს წამების და არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევაში ყოველგვარი შიდა ინსტანციებისა და იქ აპელაცია მესტქვა და იქ თადუმაძე გამოშვებულმა უზენაესმა სასამართლომ კიდე მურუსიძე ჩინჩალაძეების იმას რო არ ველოდოთ, ზუსტად აი ამ 39 წესით ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის ევროპული სასამართლოსი, რომ გადავარჩინოთ მზიას სიცოცხლე. ძალიან მნიშვნელოვანი, მე აკვირებით ამ წინადადებაში, არა ვართ ვაკვირებით, არამედ ამ ვიდეოსაც რომლითაც ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ. CPT, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ვიზიტი საქართველოში და სასწრაფოდ ორგანიზება აგრეთვე 39 მუხლის თანახმად მიმართვისა
საერთაშორისო საზოგადოებისადი, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა და სტრასბურგის ევროპული სასამართლოს. ახლა ერთი კითხვა, ძალიან დიდი მადლობა, მე ჩვენ სათაურშიც კი ვეცდები და მოვახერხებთ, რომ თქვენი ეს წინადადება გამოვიტანოთ და უკვე შემდგომ ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენებით თუნებას მომცემთ ცხადია, მე დავუკავშირდები გილდიის წარმომადგენლებს და მის ადვოკატებს და ასე შემდეგ და გადავცემ თქვენს ამ მოსაზრებას და იქნება და საზოგადოებაში ამან ბოლოს დარწმუნებული ვარ, ან იმედი მაქვს თავისი გამოძახილი. პირველი რესპუბლიკა, მე უსმინე თქვენს ინტერვიუს ჩემს კოლეგასთან. ეს არის 1821 წლის ჩვენს მიერ ხსენებული პირველი რესპუბლიკა. მეორე რესპუბლიკა საფრთხეშიაო, თქვენ ამბობთ. არის თუ არა ეს მეორე რესპუბლიკა, ამაზე ვიკამათებდი ოღონდ, იმიტომ კი არა რომ მართალი ვარ, ამეთ შეიძლება 21-91 წლის რესპუბლიკასაც ვუწოდოთ მეორე რესპუბლიკა, თუმცა თქვენი კონტრარგუმენტი თუ იქნება რომ ჩვენ ვიყავით ოკუპირებული და რესპუბლიკა იმას კი არ ეწოდებაო. ჩვენ ვიყავით სტალინისეული ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის. შესაბამისად 91 წელს მე აკვებით კი ბატონო დაფუძნდა მეორე რესპუბლიკა. დიახ, პრაქტიკულად აღდგენილი იქნა იურისდიქცია პირველის, მაგრამ ჩვენ შევქმნით მეორე რესპუბლიკა. ყველა ახლა ასეთი კითხვა მაქვს. მე რომ მკითხო, ბატონო გიორგი, ქართულ ოცნებას მომავალში არჩევნებს როცა ის ჩანიშნავს, ან არც ჩანიშნავს, უფრო ზუსტი რომ ვიყო, ჩემი აზრით არც ჩანიშნავს. მაგრამ ბევრ რამეს შემცდარ ვარ და შესაძლოა ამაში ვცდები. მე ქართული ოცნების ჩანიშნული არჩევნები არ მინდა. იმიტომ რომ მას როგორც სახელმწიფო ძალას, სახელმწიფო ბანდა ძალას არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონდეს, რამდენადაც ის არანაირად არ წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ ძალას, ის არის ფილიალი, თუ გნებავთ ეძინაერასია დავარქვათ და თუ გნებავთ FSB დავარქვათ. რაც გნებავთ ის დავარქვათ. შეიძლება ამ ძალაში ჯერაც არის ორი და არა მეტი. მეტნაკლებად პატიოსანი კაცი, თუმცა ამაშიც ეჭვმეპარება, აქამდე უნდა წამოსულიყო. აქამდე უკვე უნდა წამოსულიყო. ამიტომ ერთი მეორეზე არა, ერთი 1000-ზე 999-ზე უარესია. პირველი 999 და 7242 ერთი სინდიკატია. მე რატომ არ მინდა იცით რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ყველაფრის გარდა არჩევნებში? იმიტომ რომ გაყალბების და რუსული სპეცოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა მათ მიერ დანიშნულ არჩევნებში მათ ყოველთვის ეკნებათ. მაგრამ ჩემი კითხვა, ჩემი მსჯელობა იყო, ჩემი კითხვა არის სხვა. ასე თუ დაგინახავთ, როდესაც ეს ქართული კოშმარი ბიზინა ივანიშვილის მიერ თავს მოხმეული კატასტროფა დასრულდება. ჩვენ უნდა დავაფუძნოთ, ჩვენ უნდა დავჭეთ მეორე რესპუბლიკის ფარგლებში, თუ არსებობს ასეთი მოსაზრებაც, სხვებთანაც მისაუბრია, რომ უნდა დავაფუძნოთ ახალი, ან თუ გნებავთ ესე ვიტყვი, მესამე რესპუბლიკა, ეს იყოს ბოლო. ფრანგებმა 5 ჯერ დააარსეს. ვიშის რესპუბლიკას კი რესპუბლიკად ითვლება. კი, რა თქმა უნდა, ვიშისტური სამარცხვინო მთავრობა, ეს საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკაა. შესაბამისად, ვერ დავეთანხმები ჯერ იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია რომ უკვე მესამე რესპუბლიკის დაფუძნების დრო, არაფერი. მაგდაგვარი ჩემი აზრით არ უნდა მოხდეს. ძალიან მარტივად უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. ქართული ოცნების ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის მდგომარეობით შეჩერებულია საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი. რაც წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის უშუალო დარღვევას. პოლიტიკური ძალა, რომელმაც გაბედა და თავისი თვითგამოცხადებული 60 და რამდენი იყვნენ ეგ 29 თავისი 89 თვითგამოცხადებული დეპუტატით გაჩაიდინა ეს, დაიწყო სახელმწიფო საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა, რომელიც მათ ჩაუფლავდათ. მათ არ გააჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა თავის ვაჟბატონ კალანდარიშვილის მიერ დაწერილი არჩევნების მიხედვითაც. მათ არ აქვს არანაირი საშუალება აწარმოონ საქართველოს სახელით ვერავით არის მოლაპარაკებები
თვითონ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ისინი ვერც ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას ვერ დადებენ. ისინი არიან სათაბურში გამომწყობებული ვირთხის მდგომარეობაში. და აქ მათ თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ. საქართველოს მეორე რესპუბლიკა ცოცხალია. იგი ცოცხალია საპატიმროებში. იგი ცოცხალია მზიან ამასლობელის უტეხსულში. იგი ცოცხალია იმ გალახულ ყრიმალებ დალეწილი ახალგაზრდა სტუდენტების უტეხსულში. იგი ცოცხალია ჩვენ პროტესტში და იგი არ ნებდება. მე მგონი ყველამ დაინახა მიუნხენის კონფერენციაზე ვინ წარმოადგენდა საქართველოს. ვის ელაპარაკებიან როგორც საქართველოს წარმოადგენელს. ნუ ეხლა ვიღაცას მიაჩნია რომ იქ აბუ-დაბიში როდესაც ვიქტორ ორბანს ხელს ჩამოარტმევდა თავზე ხელს გადამუგივსავენ ეს დიპლომატია, მაგრამ ეხლა ეს მათი არჩევანია. ამიტომაც მეორე რესპუბლიკა არ დამარცხებულა და ვერ დამარცხდება. ბელარუსისა და რუსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას რო შეუერთდეს ქართული კოშმარი ბიზნეს ოცნება. ეგეც ვერ დაასრულებს მეორე რესპუბლიკას. ვერ დაასრულებს მეორე რესპუბლიკა ჩვენი ყველა ჩვენთაგანის მიერ 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით აღდგენილი სახელმწიფო არის. როდესაც 1991 წლის 9 აპრილს აღდგა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობა, პრაქტიკულად მაშინდელმა პარლამენტმა დაამტკიცა ის, რაც თქვით ყველა ჩვენთაგანმა. ბატონო ერაკლი, თქვენ ხო მიიღეთ იმ რეფერენდუმში გასწორდა, ხო ის განუმეორებელი დღეები იყო. 1991 წლის 31 მარტს აღდგენილი არის ქართველი ხალხის ურყევინებით თლის მთელ მის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ჩათვლით. აღდგენილია საქართველოს დამოუკიდებლობა. მეორე რესპუბლიკა დაიწყო თავისი დაფუძნება 1991 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული, 1995 წელს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს და ყველა მკეთილი ინებოს ამ კონსტიტუციას დაემორჩილოს. და არა შუშის სასახლეში ყოლბაში შეკეტილი ავადმყოფურ ფანტაზიების მქონე ჯგუფის პროდუქციებს. მე ამას როგორც ფსიქიატრი ვაცხადებ. აი გამოჩნდა შუშის ყოლბაში შეკეტილი. ერთი კითხვა, რომელიც საერთაშორისო კონტექსტს ეხება, რაღა მიუნხენის კონფერენცია ახსენეთ. მე ახლა იმის ანალიზს არ გთხოვთ ახლა, რა თქვა ჯეი დი ვენსმან, როგორ იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა უკრაინას, ასე მაგალითად უკრაინასთან მიმართებაში. მაგრამ მე მიყვარს ხოლმე არა სტანდარტული. არ დამთავრდა, ხო ეს დიმიტაური ტრამპიტაურის ქართული კოშმარისა და ბიზნეს ოცნების წარმომადგენლებო. სად ახარ? ბიზნეს როგორი ოცნება? სად დაალაგებული ურთიერთობები? სად არის ორბანის მიერ ჩახუტებული რომელიმე თქვენი მესვეური ტრამპის ადმინისტრაციასთან? ეგება რაღაცა გამოგჩნდა და ბიზნეს აქვს ოცნება არა იმდენად, ნახეთ როგორ ვიტყვი, არა იმდენად რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა, რამდენადაც უკრაინის მარცხისა, ოღონდ. რაც არ უნდა მოხდეს. აქვე უთხრათ, მეც და თქვენს თუ გნებავთ ორ ხმაში. ცალ-ცალკიან ერთად რომ სულ რომ იმაზე უარესი აღმოჩნდეს ტრამპი, ვიდრე ყველაზე მეტად ანტიტრამპისტებს მიაჩნიათ, ხო? სულ რომ უარესი აღმოჩნდეს. უკრაინა როგორც ასეთი არ დამარცხდება, მაგრამ ჩემი კითხვა ამასაც არ ეხება. ჩვენ ესე ხანდახან გულუბრყვილოთ ხოლმე გავხედავთ სოფლიოს საჭადრაკო გეოპოლიტიკურ დაფაზე ფიგურანტებს. ტრამპი, სი ძინპინი, პუტინი, ბიზინა მათ შორის არც არის, ხო? იმ პაიკებს შორისაც რა თქმა უნდა არ არის. არ გაბათობ ამაზე აყურებელმა. ბატონო ირაკლი. რაც დრო გადის მით უფრო მახსენდება გიორგი შევარდნაძე უნდა აღიარო. ვინ გახსენდებათ? ედუარდ გიორგი შევარდნაძე. რაც დრო გადის მით უფრო ხშირად ვიხსენებ მას.
2019 წლის გავრილოვის ღამიდან მოყოლებული სულ მაგ ეს აკვიეტება არაკაც ედუარდ შევარდნაძე ქვეყანას ასე არავის არ გააბანძებინებდა. არა, შეუძლებელია ეს არ მოხდებოდა ედუარდ შევარდნაძის დროს. აი ეს აკვიეტება სულ თანდებს. რა იყო ახლა ედუარდ შევარდნაძე ჩვენ ყველას გვახსოვს. ედუარდ ამბროსევიჩ შევარდნაძე 1975 წლის შესრულებით შემდეგ უკვე ედუარდ გიორგი შევარდნაძე 1992 და 2003, მაგრამ 2003-2008 წელსაც კარგად მახსოვს. როდესაც სუპერვიზორის პოზიციაში გადასული საქართველოს მეორე პრეზიდენტი აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა. და საქართველოსთვის საქმეს აკეთებდა. და აი ეს აკვიეტება მაქვს, რომ აი მაშინ ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა არა ერთი წუთით კი ბატონო ჩვენ პატარა ქვეყანა ყავს მაგრამ ყავს პოლიტიკოსი. ყავს პოლიტიკოსი. აი ეხლა ეს სხვა კითხვის დასმა მინდოდა ბატონო გიორგი მაგრამ უყურეთ ყველამ ზუსტად გამსახურდია არასრული ერთი წელი პრეზიდენტობისა. ედუარდ შევარდნაძე სახელმწიფო მეთაურის პოსტიდან ვიდრე პრეზიდენტობის გავლითაც 11 წელი მმართველობისა. მიხეილ სააკაშვილი 2004-ში აირჩიეს იანვარში 2013-ში ოქტომბერში უკვე აღარ იყო პრეზიდენტი, ანუ 9 წელიწადი. თორემ მეტიც შეიძლება. გიორგი მარგველაშვილიც და სალომე ზურაბიშვილი თქვენ ახსენეთ, ხო? ამ ადამიანებმა ამათ თუ კარგად ბევრი კრიტიკის მიუხედავად შევარდნაძე არის სტამბულის ეუთოს სამიტის თანაშემოქმედი. ზუსტად გამსახურდია დამოუკიდებლობის შემოქმედია. მიხეილ სააკაშვილი ისწვლილი აქვს მარგველაშვილის დროს რაღაც აქ ხდება აი ყაველაშვილზე ლაპარაკობ. მაგრამ ბატონო რაღაცა ოპიტაციის დროს იმითი რომ ჩვენ მოვახერხეთ პირველად ინსტიტუციური დემოკრატიის ელემენტებით გამოსვლა ხელისუფლების ამისთვის მივიღეთ ჩვენ ევროასოცირების ხელშეკრულება. ეს რომ არ მომხდარიყო ქვეყანაში ეს არაფერი არ იქნებოდა. და უვიზო რეჟიმი ძალიან დიდი მადლობა ამ პასუხისთვისაც. ეხლა კითხვა ჩვენ ეხლა მაშინ დავუბრუნდები ჩემს პირველ კითხვას. რა ჩაფიქრებული მქონდა. დიდ ბიჭებს უყურებთ ჩვენ. ეხლა ესე ვიკითხავ, რაც არ უნდა მოხდეს, აი ამიხსენით როგორც იდეალისტი იქნებით თქვენ მაღალი ალბათობით. რაც არ უნდა მოხდეს უკრაინის გარშემო. ჩვენ ხო მაინც ჩვენი უნდა შვატყობადი. ჩვენი ქვეყანა მაინც ჩვენი შესაქმე სურო არასწორის მნარი, მაგრამ აი წარმოვიდგინოთ რომ ჩააბარა ამერიკამ უკრაინა რუსეთს წარმოუდგენელია, მაგრამ წარმოუდგენელია ვიცი, მაგრამ ჩვენი 8000 მაყურებლიდან 2 კაცი 2 ხო ასე ფიქრობს 7998 არ ფიქრობს ასე აი იმ 2 კაცისთვის ვთქვათ სულ რომ ასე მოხდეს ბატონებო გიორგი ზაზა და ლევან პირობით სახელებით ჩვენ მაინც შეგვიძლია ჩვენი ლელოს დადება ჩვენი სახელმწიფოს შექმნა დამოუკიდებლად იმისა რა მოხდება გარშემო შეგვიძლია შევქმნით ჩვენ ვიყავით ის მეორე კალათა 1991 წლის ჯორჯ ბუში უფროსის კიევში წარმოთქმულ სტუცარი წაიკითხავთ chicken speech თქვენ მელაპარაკებით chicken speech-ზე დიახ ის ლაპარაკი იყო ყველა გეუბნებოდა ამას ბალტიისპირეთი უპირობოდ მაგრამ თქვენ და მე რეიწყებოდა რომ არ გამოგივათ ბიჭებო და ვაიმენდედა და რასაც მახერთ ეს ქართველები ბიჭო ვინახართ რა ვის დაკარგვი ხართ ბოლოს და ბოლოს რა ვქენი ჩვენ 1998 წლის ნოემბერში დავიწყეთ რადიკალური ეროვნული მოძრაობა თავისუფლების მოპოვებისათვის 99 წლის 9 აპრილი ეს ძალიან დიდი ჭრილობა არის და ეს ცალკე გადაცემის საკითხი არის. რაღაცნაირად ვიბევებ კიდე თქვენთან საუბარს ბატონო ირაკლი. აბებებული გაქვთ უკვე მესმინოდა მეცვა დანებებებინეთ. 80 ძალიან ბევრს
ავიწყდება პერიპეტიები, რომელიც რა თქმა უნდა, ეხლა დაიწერა ილუსტრაციის აუცილებლობა. ძალიან ბევრს ავიწყდება ის პერიპეტიები, რაც ვითარდებოდა 99 წლის შემოდგომა 90 წლის მარტამდე პირველი ჩაშლილი არჩევნები გავიხსენოთ. ეს არ არის ერთადერთი არჩევნები, რომელიც 25 რომელიც 1990 წლის მარტის არჩევნები, როდესაც კომუნისტურმა რეჟიმმა ჩვენ ყველას არ გაგვეკეთებინა ის არჩევანი, რომელიც მაინც გავაკეთეთ. დაგიმხელთ მე დამიჭირეს სადიც, ბატონო გიორგი, ორჯონიკიძის ძეგლზე, პედესტალზე. აკო ბაქრაზის პლაკატს ვაკრავდი და ამიყვანეს მართალია 3 საათი გამაჩერეს, მაგრამ ეს ჩემს ბიოგრაფიაში დადებითად არის ჩაწერილი, ესე მინდა ვთქვა. ეს არის ბიოგრაფიის ის ნაწილი, რომელსაც თქვენ შვილები ხავთ, არ ვიცი თქვენ ბიოგრაფია. როგორ ყოლბას პატარა შვილი მხავს, უმცროსი ჩემი შვილი არის 4. შესაბამისად, მთელი 98-91 წელიწადი, როდესაც ჩვენ რეფერენდუმი ჩავატარეთ და როგორც თქვით უკვე 9 აპრილს მოხდა დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისად მიღება საქართველოს პარლამენტში, ეს გააკეთა საქართველოს ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ. მაშინ ჩვენ რომ გვერდზე გვეცეცებინა თვალები ასე, უიმე იქიდან ამას გვეუბნებიან და იმას გვეუბნებიან, ჩვენ ახლა ვალერიან ადვაძეთი არაფერს არ ვეჩი ბატონ ვალერიანს. მაგრამ აი ძალიან ესეთი ეგრეთ წოდებული ზომიერი კომუნისტების ფრაქცია რო არსებობდა გუმბარიზის გარშემო. ხო ვიქნებოდით იმაში საიუზნი დაგავორის ნოვოოგაროვოს პროცესში, ვიქნებოდით იქ შვიდად წყნარად და უცებ ფუჩი რო ის არაფერი მოხდებოდა, ჩამოგვიმხებოდა თავზე რაღაცა უიმე თურმე რაღაცა დედა გონია მოსკოვში ესა გორბაჩოვს ატრიალებენ. და ვიჯდებოდით ესე. რა იქნებოდით? მე მтквეტრად უნდა განვაცხადო. მაშინ აი ეს რო არ გვეკეთებინა ჩვენ 88-91 წლებში და აი ასე მიგვეღო ჩვენ დამოუკიდებლობა, ჩვენ ვიქნებოდით ტაჯიკეთის ქრისტიანული ვარიანტი. აი რაც ტაჯიკეთში დაატრიალა რუსეთის იმპერია. გაგვიკეთებდა ჩვენ. და ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოში არ აფეთქებული არის 4 ნაღმი. და მე მათ ჩამოვთვლი. აჭარის სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან ორ რეგიონში, სადაც ჩვენი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ, იქ ჩადებული ნაღმები და აგრეთვე ეგრეთ წოდებული დიდი სვანურმეგრული ნაღმი. აი ეს მარტო კი არა რაც თბილისის ომს რომ მოყვა და რაც ხდებოდა თელ საქართველოში და განსაკუთრებით სამეგრელოში, არამედ დიდი აი ის ნაღმი, რომელიც უნდა აფეთქებულიყო. ორი ნაღმი აგვიფეთქდა ფაქტის სახელზე, არანაირ არ ვარყოფს მაგას. მაგრამ 4-ის გაუნებელყოფა მოახერხეთ ჩვენ. საქართველოს პატრიოტებმა, საქართველოს საზოგადოებამ, საქართველოს მოქალაქეებმა. ეხლაც გაუნებელყოფთ ამ ამოქმედებულ ეს ნაღმი არის. ეს არის რაღაც მექანიკური თოჯინა უკვე. რომელიც რაღაც რეფლექსიებით სქესოსაფით მოძრაობებს აწარმოებს და სხვა არაფრის უნარი აღარ დარჩენია. ობიექტებენ ახლა იმ კანონს ბატონო ირაკლი, რომლითაც დაამსგავსებენ რაღაც ბელარუს ჩრდილოეთ კორეის საშუალო არითმეტიკულს მასმედიის შესახებ და მის რეგულაციებს და მე ცენზურასაც დაგიწესებენ, ჟურნალისტებს დაგიწყებენ. მე მოგდგებიან ჩვენ ექიმებს. იმიტომ რომ შეიძლება ხა ჟურნალისტი ის არაფერი მიჯერყვნილი იყოს და ექიმი არსებობდეს თავისუფალი პროფესიის ადამიანი. კიდევ უფრო მეტად გაამწარებენ პედაგოგებს. ხო, ალბათ ამას გააკეთებენ ყველაფერს. სხვა რა იციან ახლა ამათ. ერთი რამე არის. თქვენს პასუხად უბრუნდებით თქვენ იმ კითხვას, რომ ხომ არ დავმარცხდებით, არა გენაცვალე. ამ ქვეყანაში დაკვეთა სამწუხაროდ რუსეთისა და ბელარუსის თავისუფლების მოყარე უმცირესობაში აღმოჩენილი მოქალაქეებისა და ამ ქვეყანაში ავტოკრატიზმზე და ტოტალიტარიზმზე დაკვეთა 1988 წლიდან არ არსებობს. არ არის ეს. ზუსტად ამიტომ არიან ესენი ამ დღეში. ის რაც აბსოლუტურად სწორედ ამათ უწოდა ბატონ ზაქარიაშვილმა და სხვა კიდე ადამიანებმა, რომელთაც შიგნიდან იციან ესენი რაც წარმოადგენენ. ამიტომ ევროპარისევლობენ ეს გაჭირვებულები. მიდი, აბა თუ აშკაცები არიან. თქვა რომ აი ბელარუსი ჩვენი დღეშია კაცო, ყავთ ბაცკა, ლუკაშენკო, უიმე თავის კოლინკას დაუტოვებს ახლა ქვეყანას. ვარ დაუტოვებს. თუ დაატოვებინებს, ასე შემდეგ, მაგრამ დისკუტაბილური საკითხი არის.
მოდი აგე ჩვენ ახლა ჩვენი ესე დიდებული კაცი ყავს და მოდი ამდენი რამე გააკეთა და მოდი ეს იქნება რა გვინდა ახლა რა ყავდა ფარნავაზიანები ყავდა ვაღარატიანები და ახლა ბატონების წინა არის თავის უშის სასახლეში და მოდი ახლა აღარ გვინდა რა ახლა ამ გამოგონება რაღაც იმეები საქმეა არ გვინდა ეს დემოკრატია და რატო არ ამბობენ იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან 1998 წლის ნოემბრიდან მოყოლებული და განსაკუთრებით 1991-92 და 95 წლების რეალობით. როდესაც მიღებულია მოქმედი კონსტიტუცია საქართველოსი, ამ ქვეყანაში დაკვეთა ავტოკრატიულ მithumedes ტოტალიტარულ დიქტატურაზე არ არის. თქვენ მე საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა დემოკრატიულ, თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ცხოვრება. ბოლო კითხვა, ბატონო გიორგი თქვენის ნებართვით. ამ ერთი წუთის წინ ვიდრე თქვენ ლაპარაკობდით, კადრში გამოჩნდა ფოტო პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და პრეზიდენტ ზელენსკის. პრეზიდენტ ზურაბიშვილზე არ გითხავთ, თქვენ ერთგვარად შეაფასეთ ამ 7-8-12 წუთის წინ. მე მინდა გითხოთ თქვენეული აზრი და მე გავბედავ და ჯერ მე ვიტყვი ეპოქალური კაცის ზელენსკის თაობაზე. ის არის ეპოქალური კაცი. მე გეტყვით რატო. არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი, იმიტომ რომ ის არის იმ მცირე ადამიანთა შორის კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელ დღეს კი არა, მხოლოდ კაცობრიობის ისტორიაში, ვინც გაბედა და რუსეთს როგორც იმპერიას ასე უნდა ვთქვა, წინააღმდეგობა გაუწია, ეს არის ესე პროზაულად ნათქვამი. არა, რბილად ნათქვამი. ხელი აარტყა უკუღმა, უკაცრავად ამ ლიტერატურული შედარებისათვის, პასაჟის შედარებისათვის. როგორც პროფესიონალმა, რომელიც ატვირდება მის ფსიქოპორტრეტსაც მათ შორის. როგორც მოქალაქემ და რომელმაც კარგად და როგორც მოქალაქემ, რომელმაც კარგად იცის ისტორიის სუნთქვა, მე და თქვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს, არ შევხვედრივართ, მაღალი ალბათობით, არც არასოდეს, მაგრამ მე აი ახლა პირველად ხედავთ ეკრანზე ბოლო 42 წუთია მიმდინარეობს ჩვენი საუბარი და მე ხვდები რომ თქვენ ისტორიის სუნთქვას გრძნობთ და მადლობელი ვარ ამისთვისაც სხვათა შორის. გარდა იმისა, რომ სწორი მესიჯები გქონდათ. გერმანელები რასაც zeitgeist უძახიან ბატონო ირაკლი, ხო? ბატონო რასაც გერმანელები zeitgeist დროის სუნთქვა რასაც ქვია გერმანელებს. დროის სუნთქვა. მითხარით დროის სუნთქვის მცოდნებ თქვენ მითხარით რამდენიმე სიტყვა პრეზიდენტ ზელენსკიზე, ამით დავამთავროთ და უცებად შევხვდებით უკვე ან ამავე ეთერში, ან კონტექსტის ეთერში. მადლობთ, დაბებებული მაქვს. აუცილებლად ჩვენ და გავაგზავნოთ ბატონო ირაკლი. როდესაც ჩვენ ორივენი ესეთი სიმწარით ვსაუბრობდით პირველი რესპუბლიკის კრახზე, მოდით ცოდვა გამხელელი ვთქვათ. საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ტრაგიკულად იმიტომ დაასრულა ბოლშევიკური რეჟიმის მარწუხებში თავისი სიცოცხლე, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები უნარონი აღმოჩნდით წარმოგვეშვა ისეთი პიროვნებები, როგორიც პოლონეთის ისტორიაში იყვნენ პან იუსეფ პილსუდსკი, ხოლო ფინეთის ისტორიაში კარლ გუსტავ ფონ მანერჰაიმი. ჩვენ სიმო აიას კი არ გყოლია. ვოლოდიმერ ზელენსკი ეს არის კარლ გუსტავ ფონ მანერჰაიმი პილსუდსკის ხარისხში აყვანილი რუსეთის იმპერიისათვის. ეს არის კატასტროფა, რომელთანაც შედარებით ვისლაზე ამათი ტუხაჩევსკისა და სტალინ ბლუხერ იაკირების ახვევინება პილსუდსკის მიერ. ანდა 1918-20 წლებში და მე 39-40 წლებში გააფთრებული წინააღმდეგობით კარლ გუსტავ ფონ მანერჰაიმის მიერ იოსებ სტალინისათვის უკვე მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით მირთმეული ფინეთის ირიდან გამოგლეჭა უკვე ჩაკლაპისათვის გამზადებული ფინეთის გამოგლეჭა. აი ეს ამ ხარისხში აყვანილი ამ 3 წლის განმავლობაში მოახდინა და მოახერხა ამ პიროვნებამ. ვიღაც კაპიტულანტები და
ვიღაც მოწუწკურეები რაღაც 20%-ებზე რო ლაპარაკობენ ვითომ დაკარგულ ტერიტორიაზე ისინი ვერ ითვალისწინებენ და კიდევ ერთხელ მტკიცდება ამ მთელი ამ კამარელის სამაგალითო უცოდიდრობა. ბატონებო, გამარჯვებულად ვერ ჩაითვლება მანამ სანამ დამარცხებული თავს დამარცხებულად არ აღიარებს. ეს ძველი რომაული პრინციპი არის ომის გენაცვალე. მაგიტო ვერასდროს ვერ მიიღებს აფხაზეთი დამოუკიდებლობას. ხოლო ცხინვალის რეგიონის გაჭირვებულ ოსურ მოსახლეობაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენ შევარდნაძის და სააკაშვილის დროს რამდენიმე მილიონიანმა რატო არ აქვეყნებენ ახლა ჩატარებული იმის რა ქვია აღწერის შედეგებს? იმიტომ რომ იციან რომ აი ამას შეიძლება რევოლუცია მოყვეს. ეშტინია და შხდალებს და მშიშრებს. და კარგად შეხედეთ მართლა იმ ადამიანის სახეს და იმ ერს რომელსაც იგი წინ უძღვის, განასახიერებს და ის ადამიანი ვინც თქვენს წინაშეა. აი ეს კაცი კაპიტულაციას მოაწერს და ვოვა პუტინის ვოვოჩკა ნომერ 2-ს წინაშე თქვენ მაშინ აფერეთ და ენციკლოპედიური უცოდნიერობით გამოირჩევით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვოლოდიმირ ზელენსკი ეს არის კარლ გუსტავ ფონ მანერჰაიმი, იუზეფ პილსუდსკის ხარისხში აყვანილი. აი რა გაუკეთა მან რუსეთის იმპერიას. ურმესი მადლობა, მადლო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. არასრული 1 საათი 57 წუთი ამოიწურება რაც ჩვენ ეთერში ვართ. ამ ხელა ინტერვიუ მე მქონია, არ დაგიმალავთ ხარ ტაბლოს პარკლებში. მე მყავდა ძალიან ბევრი კარგი რესპონდენტი, კვეთრი ბგერებით, კვეთრი აზრებით, თქვენ ხართ ერთ-ერთი მათგანი თუ პირველი არა. მადლობას გიხდით ნათელი გზამდელისათვის და ოპტიმიზმისათვის, რომელიც მეც და მაყურებელთა იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში მე ნაკლებად მე ოპტიმისტი ვარ თქვენი არ იყოს მაგრამ მაყურებლებში შეიძლება ყავდეს იმ გვარებიც რომლებსაც პესიმიზმის ნიშნები ეთყობათ ხოლმე ან ბზარი შეეპარებათ ხოლმე ხმაში მაგრამ თქვენ გავბედავ და ვიტყვი მეც და კიდევ ბევრი ჩვენ გვარი ჩვენ ნაირი ადამიანი მათ შორის ვართ იმისთვისაც რომ ამ ადამიანებს უთხრათ, ხალხო, პროცესში ვართ და ჩვენ ამ პროცესიდან რასაკვირველია გამოვალთ გამარჯვებულები. გიორგი ბერულავა იყო ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებთ და გპირდებით რომ უახლოეს ხანებში ჩვენ კიდევ შევხვდებით. ნახვამდის. აუცილებლად. ნახვამდის, მადლობთ.